ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ადგილობრივ ბაზარზე შესაფუთი მასალების ნედლეული აღარ შემოდის. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროდუქციის მიღება ამ დრომდე ძირითადად ირანიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ხდებოდა. შექმნილი ვითარების გამო აღნიშნული ბაზრები ჩაიკეტა, რაც შეეხება ალტერნატივებს, სავარაუდოდ მწარმოებელი ქვეყნები ფასების ზრდას ელოდებიან, რის გამოც ექსპორტი დროებით გაჩერებულია. როგორც ადგილობრივი მეწარმეები აღნიშნავენ, ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ნედლეულის უწყვეტი მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვილ მწარმოებლებს გარკვეული მარაგები გააჩნიათ, თავარ გამოწვევად კომპანია ექსკლუზივში მოსალოდნელ დეფიციტს ასახელებენ. დღესდღეობით არც ერთი ქვეყანა აღარ გვაძლევს მასალას, ყველა ქვეყანა გააჩერა გაყიდვები, ჩემი აზრით ფასების გაზრდას ელოდებიან და ჩვენც ველოდებით რა მოხდება, სადამდე გაიზრდება ფასები, მოხმარებელს აუცილებლად აისახება, ფასები გაიზრდება, ჩემი აზრით დღესდღეობით უკვე გაზრდილი არის დაახლოებით 30-40%-ით, რაც აქ საქართველოში მარაგები არის. და იმის მიხედვით თუ კიდე გაიზარდა ჩვენც მე ავყვებით მის გაზრდას. არსებულ მარაგებზე დაფუძნებით საქართველოში ნედლეული 30-40%-ით უკვე გაძვირდა. ამასთან კომპანიებში აცხადებენ, რომ შეიზღუდა შესყიდვების რაოდენობაც. უმეტესი ნაწილი ნედლეული მოდიოდა ირანიდან, უფრო ძალიან იაფფასად და ემირატებიდან. არც იქიდან მოდის, აღარც აქედან მოდის და ჩვენ კი ვღებულობდით უზბეკეთიდან და რუსეთიდან, მაგრამ იმ ქარხნებმა შეწყვიტეს. საერთოდ ფიზიკურად არ აყიდიან. და რადგან არ აყიდიან, ახლა საწყობში რა დარჩა, მაგალითად ზუსტად რო გითხრათ 3 და 25 ღირდა 3 კილო. ახლა გახდა 4 და 25. 30%-ით რამის 35% მოიმატა. ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ქარხნა რო გამოდიოდა 12 მანქანა, ახლა აძლევენ მაქსიმუმ 1 მანქანას, 2 მანქანას ხვეწნით და დავით. ბაზრის მოთამაშეები ვარაუდობენ, რომ ზრდა საბოლოოდ მომხმარებელზეც აისახება, რადგან კომპანიები გაზრდილ ხარჯებს ამ გზით დააკომპენსირებენ. კომპანია ელადაში ამბობენ, რომ ქსელურ მარკეტებს მისაწოდებელი ფასების ზრდაზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. მომხმარებელს არ ვიცი გაუძვირდება თუ არა, გააძვირებენ თუ არა, მაგრამ ჩვენ იძულებული ვართ უკვე მივწერეთ და ვთხოვეთ, რომ გადასახედია ფასები. მე მარაგი მაქვს ძველი ფასით 4 შაბათს მითავდება. გამოდის რომ ის კვირა კიდე შეიძლება რომ რაღაცა, მაგრამ უკვე მივწერე რა, უკვე დავიწყეთ მაგაზე საუბარი და ერთი კვირის მარაგი. სხვილი მეწარმეები BMG-სთან განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მათ დაახლოებით 2 თვიანი მარაგები გააჩნიათ. ფასების ზრდა კი მომდევნო პერიოდში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე ბაზარზე 53 პროფილური კომპანია ოპერირებს.